ესე დღესი არის დღეს ტელეკომპანია იმედი, აი ეს ყავს მარადიო მერაბიშვილი საპატიმრებული, როგორც ისევე ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი. სიმბოლური ბორტი, რა თქმა უნდა, ამას დიდი ხანია ხარ გავაჩერებთ, ეხავე მოხდით, უბრალოდ საზოგადოება უნდა. აი ეს დღესი არის დღეს ქართული მედია. იმედის საქმე, პოლიტიკა თუ კაზუისტიკა. ოჯახური დავა თუ ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ხელში ჩადგება. პატარკაციშვილის ოჯახი იმედისთვის ბრძოლას ააქტიურებს. პატარკაციშვილის ქვრივი პრეზიდენტ ღია წერილს უბრძანის და იმედის საქმეში მის ჩარევას ითხოვს. იმედის დათმობასაც მისი ახალი მფლობელი აპირებს. ჯოზეფ კეის ადვოკატები პირველ ღია განცხადებას აკეთებენ და საქმეში პოლიტიკური მოტივების არსებობას გამორიცხავენ. ოპოზიცია იმედის თემაზე საპროტესტო აქციებს გეგმავს. ეს იმედი არის არა მხოლოდ ოჯახის, არამედ პირველ რიგში ქართული ხალხის საკუთრება. ის იმედი, რაც ფუნქციონირებს, ეს არის მთელი ქართული ხალხის შეურაცხყოფა. ეს ქონება იმედი, ტელეკომპანია იმედი გადაეცეს პატარკაციშვილის ოჯახს, ჩამოერთვათ აფერის კაკიაშვილს, რომელსაც საზოგადოება იცნობს ჯოზეფ კეის სახელით და დაუბრუნდეს ინა გუდავაძეს, რომელიც არის სამართალ მემკვიდრე მათ განსვენებული ბატრი პატარკაციშვილის. მეორე მოთხოვნა, ეს არის ახალი მოთხოვნა ჩვენი, რომელიც გამოიხატება შემდეგში, ვითხოვთ პირდაპირ ეთერის უზრუნველყოფას ოპოზიციისთვის ტელეკომპანია იმედის ეთერში, თუნდაც ისეთი სახის იმედში, როგორიც არის დღეს. ხელისუფლება ამბობს, რომ ოჯახურ დავაში არ ერევა. უნებრივია ვიცი, როგორც ყველა მისი პრომესი იყო, კერძო მხარეებს შორის დავა, ქონებრივი დავა, ვისებიის ტელეკომპანია. ყოველ შემთხვევაში, კარგია, რომ ეს ტელეკომპანია მუშაობს, ფუნქციონირებს, ფორს თავის ქონებას, აქვს საინფორმაციო ბადე, აუცილებლობს ჩვეულებრივად რაც შეეხება მფლობელების შორის დავას, იმედი მოხდა ამაზე მფლობელები და მფლობელობის კანდიდატები მორიგდნენ. რა, მე ვერ გავაკეთებ კომენტარი გააკეთოთ, ვინც არ მის დაობს ერთმანეთში. ვისია და ვისი გახდება იმედი, პოლიტიკა თუ სამართალი. ქართული ტელესტივსის იმედი და უიმედობა. დღეს თოქ-შოუში ბარიერი. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ ბარიერი, რომელსაც ყოველ პარასკევს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში მე ნინო ჯანგირაშვილი წარმოგიდგენთ. ყოველ სამშაბათს კი ამ სტუდიაში თქვენთვის ჩემი კოლეგა ალეკო ელისაშვილი მუშაობს. მაშასე ტელეკომპანია იმედის თემა ყველა აქტუალური ხდება, ამის მიზეზი არა მხოლოდ ოპოზიციის მიერ გაგეგმილი აქციები და მათ მიერ გაყენებული ულტიმატუმია, არამედ ისიც, რომ იმედზე მოდავე მხარეები საკუთარ ბრძოლას ააქტიურებენ. პატარკაციშვილის ოჯახმა ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ ისინი უფრო აქტიურად იბრძოლებენ იმედის დასაბრუნებლად. ასევე განცხადება გააკეთეს იმედის ამჟამინდელი მფლობელი ჯოზეფ კეის ადვოკატებმა და წარმომადგენლებმა და ისინი ასევე აცხადებენ, რომ ისინი იმედს არ დათმობენ. სიმართლე გითხრათ, ამ განცხადებებმა გარკვეულწილად გააქარწყვა ბოლო დროს ჟურნალისტურ და პოლიტიკურ წრეებში გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება იმედის პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნებას აპირებს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დღევანდელ გადაცემაში კი ჩვენ ვისაუბრებთ იმედის თემაზე და არა მხოლოდ იმედის თემაზე, არამედ ზოგადად ქართული მედიის თემაზე, ვინაიდან იმედისთან დაკავშირებით ბოლო 1 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ალბათ დამეთანხმებით, რომ ძალიან დაამძიმა ქართულ ტელესტივსში არსებული ვითარება. ჩვენ თავდაპირველად გეგმავდით გაგვემართა ერთგვარი დებატები პატარკაციშვილის ოჯახის წარმომადგენლებსა და ჯოზეფ კეის წარმომადგენლებს შორის, თუმცა წარმოიქმნა გარკვეული დაუძლეველი პრობლემა. ანუ ჯოზეფ კეის მხარე თვლის, რომ ამ საკითხში სადაო არის მხოლოდ სამართლებრივი მხარე და ისინი მზად არიან იკამათონ ამ თემაზე, უბრალოდ მათი იურისტები არიან მზად იკამათონ ამ თემაზე ტელეეთერში. თუმცა პატარკაციშვილის მხარე თვლის, რომ ამ საკითხში სამართლებრივი მხარე არ არის სატელევიზიო გასარჩევი და უნდა იყოს საუბარი პოლიტიკურ და მორალურ მხარეზე მთელი ამ ისტორიის. აქედან გამომდინარე იყო პრინციპული შეუთანხმებლობა და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამ თემაზე დებატების გამართვა. ხელისუფლების პოზიციას რაც შეეხება ყველასათვის არის ცნობილი, ხელისუფლება თვლის, რომ ამ საკითხს არ გააჩნია პოლიტიკური მხარე და ის უნდა გადაწყვიტონ მოდავე მხარეებმა ერთად. ჩემი პირველი შეკითხვა ჩვენ დღევანდელ სტუმრებთან იქნება ზუსტად ასეთი. რა უფრო მთავარია ტელეიმედთან დაკავშირებულ ისტორიაში პოლიტიკური, სამართლებრივი თუ მორალური მხარე? მაშასე წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, ესენი არიან ქალბატონი ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი, ბატონი რამაზ საყვარელიძე, სოციოლოგი, პოლიტოლოგი,
ფსიქოლოგი ამავე დროს, ქალბატონი ფიქრია ჩიხრაძე, ახალი მემარჯვენეები, ქალბატონი ნუნა ყანდიაშვილი, რადიო იმედის ყოფილი ხელმძღვანელი, ბატონი გია ხუხაშვილი, ექსპერტი. ასევე ჩვენთან სტუდიაში არიან რადიო იმედის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად უკვე აღარ მუშაობენ თუ არ ვწდები რადიო იმედში, იქ ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ მათ შექმნათ პრობლემები, ასევე გიორგი მოლოდინი, ჟურნალისტი, რომელიც თავის დროზე მუშაობდა ტელეიმედში. ჩვენ ასევე გვქონდა მცდელობა, რომ გადაცემაში მონაწილეობა მიეღოთ ტელეიმედის ამჟამინდელ თანამშრომლებს, თუმცა ჩვენი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ხაშასე არ ვიცი, შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი. თუმცა ძალიან საინტერესო შემადგენლობაა და ჩვენ შეგვიძლია ძალიან საინტერესოდ ვისაუბროთ ტელეიმედის და არა მხოლოდ ტელეიმედის თემაზე. პირველ შეკითხვას თქვენის ნებართვით მე დავუშვებ ბატონ რამაზ საყვარლის ბატონ რამაზ. თემა უკვე დაანონსებულია, ანუ რა არის თავარი იმედის ისტორიაში და იმედის თემაში? პოლიტიკა, კაზუისტიკა, ასე ვთქვათ, ანუ სამართლებრივი მხარე, ვინ ვის ედავება და რას ედავება და რომელი მუხლებით გაირჩევა სასამართლო პროცესებზე ეს ისტორია თუ მორალური მხარე? მე მგონია რომ პოლიტიკისკენ და კაზუისტიკისკენ როგორც ხმძანეთ წაყვანილია ეს თემატიკა და ესე მარტივად რო შევხედოთ სურათს 7 ნოემბერს დაამტვრია ტელევიზია ხელისუფლება. ხო ეს ხო არ იყო დახურვა ამ სიტყვის ესე იურიდიული გაგებით. იურიდიული მოყვა ფიზიკურად განადგურდა ტელევიზია. ხა ის რომ ხელისუფლება ნეიტრალურია იმედის მიმართ უკვე ვეღარ ითქმის და თუ ნეიტრალური არ არის მე რაც მოყვა იმედის ბედიღვალში და დღემდე როგორც ვითარდება უკან აუცილებლად პოლიტიკას იგულისხმებს. იმიტომ რომ ის ვინ ჯარს შეუშვებს ტელევიზიაში იურიდიულ ბერკეტებს რა გამოიყენებს? ამდენად ჩემს აზრით პოლიტიკიდან იწყება და პოლიტიკის თავზე. ოჯახურ დავაზე რა სიტყვით აქვს საუბარი იმაზე რომ ეს არის. რა ვიცი, არ ეწყობათ кейს და ბადრგაშვილის ქვრივს რომ ერთი ოჯახის ხურვალის მოყოლული წევრები ყოფილიყვნენ და აი ამ დავამ დააშორა ისინი ერთმანეთს. მოდი ნინია კაკაბაძეს დავუსვავ იგივე შეკითხვას, როგორ ფიქრობთ? ეს არის ძალიან რთული და საინტერესო ისტორია, რომელიც მაყურებელს ძალიან აინტერესებს, თუნდაც იმიტომ, რომ იმეც ყავდა ძალიან ბევრი მაყურებელი და გულშემატკივარი სამწუხარო წარსულში. და დღეს მათი რაოდენობა შეგვიძლია ვთქვათ, რომ არცე დიდია. ну რაღაცა შეიცვალა ფაქტია, მაგრამ მოდით ამ კითხვაზე უპასუხოთ, რა უფრო მთავარია ამ ისტორიაში, პოლიტიკა თუ სამართლებრივი მხარე? кейს მხარე აცხადებს, რომ არ არსებობს მართლის პოლიტიკური მხარე ამ საქმის. იცით რა მინდა ვთქვა რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ჩემი შეფასება ამ შემთხვევაში ძალიან არაკომპეტენტური იქნება, მე არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში, გარდა იმისა რომ არ ვარ იურისტი, გარდა ამისა მე არ ვიცნობ ამ საქმეებს, არ მომწმენია ორივე მხარისთვის. ამიტომ ძალიან გამიჭირდება ესეთი ხმამაღალი განცხადების გაკეთებას და ჩემ თავს არ მივცემ უფლებას თქვა სამართლებრივი თვალსაზრისით რომელი მხარე არის სწორი, არ ვიცი. თუმცა რასაკვირველია ის რომ იმედი პოლიტიკის ესეთი ყველაზე აქტუალური საგანი გახდა, ამას მე ვფიქრობ ამაზე ვერავინ იდავებს, მაგრამ ყველაზე საინტერესო სამწუხაროდ ჩვენ გვავიწყდება ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იმედის ისტორიაში, ეს არის ის, როდესაც გიორგი თარგამაძემ თავად სახურა იმედის არხი, როდესაც ის 7 ნოემბრის მერე ჩართეს. მე ძალიან მაინტერესებს მაგალითად მაშინ რატომ დაიხურა იმედის მაუწყებლობა, ის ახსნა რომელიც იმ დღეებში მივიღე ჩემთვის არ იყო დამაკმაყოფილებელი. ამიტომ ძალიან ცუდია რომ ასეთი ტიპის დებატებში სწორედ ის ადამიანები არ მონაწილეობენ, ვისაც უშუალოდ ეხებოდა, ვინც უშუალოდ ჩართულნი იყვნენ იმედის მაუწყებლობის მთლიანად შინაარსი სტრუქტურაში და ჩვენ გვიწევს ამის შეფასება. რასაკვირველია, იმედი დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას. ის რაც 7 ნოემბერს მოხდა, ეს იყო არამხოლოდ ჩვენთვის, მე ვფიქრობ, დღეს უკვე თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც კი აღიარებენ, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ის რაფორმითაც მოეყრო 7 ნოემბერს იმედს და იმედში მყოფ ჟურნალისტებს. შემდეგი ეტაპი უკვე არის ის, როდესაც იმედი როგორც იქნა გაიხსნა ხალხმა და თვითონ იმედის ჟურნალისტებმა მიაღწიეს იმას, რომ იმედის მაუწყებლობა აღდგა, მაგრამ ძალიან მალე რამდენიმე დღეში იმჟამინდელმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ დახურა ეს არხი. ეხლა